აშ ასე ჩემგან ხელმარჯვნივ ნიკა კირია არის 17 წლის იწონის 85 კილოგრამს მისი სიმაღლეა 176 სანტიმეტრი ნიკა წარმოადგენს კლუბს მგლები ზუგდიდიდან საქართველო ნიკას მეტოქე ნიკო ბულია ნიკო არის 22 წლის ნიკოს სიმაღლეა 183 სანტიმეტრი იწონის 75 კილოგრამს და ნიკო წარმოადგენს ქირიას საბრძოლო აკადემიას ზუგდიდიდან ნიკო ბულია ნახოთ აბა თუ შეძლებს ხედავ ჩემართებას გვესმის აუდიტორიის სხვა ნიკა რევანშის აღებას ბრძოლა საკმაოდ აგრესიულად დაიწყო კარგი ლოუ-კიკია და ბულია აქცენტს აკეთებს ფეხზე ფეხის დარტყმაზე აი კიდევ ერთი ლოუ-კიკი კირიას კარგი ბოქსი აქვს შედარებით რისი მატჩი გვიძლია თან ორივეს კარგი ფიზიკა აქვს ეხა იმას წონასთან შედარებით ორივე გამომშრალი არის შედარებით კარგი ლოუ-კიკი იყო ახლა ბულიასგან აცნობინა ეს დარტყმა თითქოს კირიას გასუხა ლოუ-კიკი თვე აი შესულები შეიქმნენ მებრძოლები ხელითაც უნდა დაიწყოს ეხა ბულიამ და აწიოს ბულია კარგად იჭერს ფეხზე თუმცა უნდა აუყრინოთ რომ კირია კარგი კომბინაციებით ხდება მას კარგია ფეხი უზიანდება ჩემი აზრით უნდა ყურადღება უნდა მიაქციოს კირიამ ასევე ამ ფეხის დაცვა სადგან ეს 3 რაუნდის პერსპექტივაში თავის შედეგს გამოიჩენს კიდევ ერთი ლოუ-კიკი ბულიასგან კიდევ ერთი ლოუ-კიკი აი კიდევ ერთი ცნობინა ტკივა ფეხი ტკივა კირიას თუმცა აქ ყურადღებით უნდა იყოს რა თქმა უნდა ბულია რადგან კირიას საკმაოდ ძლიერი ხელები აქვს და უტარებს კიდევაც დარტყმებს ხელი კარგად მუშაობს გადაშორის არისო ეს დაუნი ისევ ფეხი ჩემი აზრით კირიამ უნდა მიაქციოს ეხლა ფეხს ყურადღება ან უნდა გაჩექოს ან უნდა დაიჭიროს დარტყმაზე რომ ნაკლები ზიანი მიიღოს ხოლო ნიკოს ჭირდება მეტი ხელით მუშაობა ლოუ-კიკი კიდე აი დაუჩემა თითქოს ზუსტად იმატკივა და სახეში გაატარა თითქოს გეგმასავით აქვს ამ ფეხის გათიშვა მოწინააღმდეგისთვის ნახოთ როგორ მიაღწევს ამ გეგმას ბულია და განიშნა ამ საჭრო წელს ქვემოთ იყო მისცემს ალბათ საჭი დროს თუმცა გაგრძელდა ბრძოლა აი კარგი ჩუდანი იყო ახლა კირიასგან კირიას ახლა სჭირდება დისტანციის შემცირება ხელით არ მუშაობს ბული აი ხელით რო იმუშაოს და ის ლოუ-კიკი დაამატოს ჩემი აზრით ბევრად წარმატებული იქნება აი ეხლა გაჩერდა კირია კარგი პირველი რაუნდი ორივე მებრძოლმა კარგად იმუშავა როგორც ჩანს ბულიას აღას გეგმა აქვს კირიაკი კირიაკი რა თქმა უნდა ცდილობს ხელით მოიპოვოს უპირატესობას თითქოს სტილი მას აქვს ბოქსი კი კრივი სტილი აქვს და რაღაც კუთხით გონია რომ ეს ბულიამ იცის და მაგიტომაც ცდილობს ყურადღება გაუმახვილოს ფეხებით
ისტორია და ლოგიკურის არის ჩემი აზრით. ნუ ორივე მებრძოლი თავის გეგმას ასრულებს ამ ეტაპზე. კირია ფეხსtildeობს არა, ცდილობს ხელით მუშაობას, კომბინაციურ შეტევას, ხოლო ბულია ცდილობს აი ფეხი დაუჭიროს, დაუზიანოს, მეორე ნომრად იმუშაოს. შევხედოთ აბა მეორე რაუნდში როგორ ქულების ფაქტორიც არის. რა თქმა უნდა, მეტი ქულის აღება შეიძლება. თუ ვერ მოახერხე, 3 რაუნდის განმავლობაში გაქიშვა, ქულები თავისას იზამს, რა თქმა უნდა. აუდიტორია აქ მეტი ყავს ეხა ბულიას. სახელს კანდიდატს. აბა როგორ გამოიყენებს ამ ყველაფერს ბულიაც უშემატკივრობას და აი კიდევ ერთხელ ანიშნა საჭრო ხელ მეორე დაფიქსირდა ის მისცემს ალბათ გაფრთხილებას მსაჯი. ლოუკი კარგი იყო აქირია ხელით კიდე კარგად მუშაობს ქირია ხელით ახლა არ უნდა შევიდეს ახლა ბულია გაცვლებში გაცვლებში საკმაოდ დარტყმებს ატარებს ქირიასგან ახლო ბრძოლაში აქვს ასე ვთქვათ უპირატესობა ქირიას რა სიტყვით ეხა მეც მაგას ვფიქრობ აი შორიდან უნდა დისტანცია უნდა დაიჭიროს ახლა ბულიამ აი კარგი იყო ეს 1-2 და იგრძნო ორიანი გაუტარა აი ხელია ამოქმედა თუ არა აგზნობინა მოწინააღმდეგეს ხა იქითაც გაუტარა ქირიამ აი კარგი დარტყმა ახლა ქირიასგან გაატარა სხვადასხვა ეს ბულიამ კი მაგრამ არ შეიმშნია თითქოს დაღლა შეიტყოთ მებრძოლებს ოდნა კარგი კომბინაცია ახლა ქირიასგან თითქოს ამ რაუნდში თითქოს ამოუქოქა ქირიამ და რაღაც შეიძლება ითქვას ცოტათი უპირატესობაც კი კარგი იყო მოიკვეთა თუმცა ვნახოთ აბა როგორ დასრულდება ეს რაუნდი და ფეხები უნდა ამუშაოს ისევ გული ქირია თავის გეგმას ჩემი აზრით მიყვება ნორმალურად დაიღალან მებრძოლები საკმაოდ ეთყობათ კიდევაც აი აქ სჭირდებათ ახლა მებრძოლებს მუშაობა, გამოჭერა. ეს უნდა გარდატეხონ ახლა ფსიქოლოგიურად ეს მომენტი. ფსიქოლოგია, ჯები კარგად შეაგდო, კარგი ოვერჰენდი ქირიასგან. თითქოს ფეხი ჩაუტეხა, თუმცა ხელით კარგი დარტყმა გაატარა ბულიამ. შორიდან უტყავს ოვერჰენდებს ქირია და გეგმა გასკარად შესასვლელი. მეტი უნდა იმუშაოს. ეხლა იმუშაოს თავისთავად არ უნდა დაუდგეს ესე ახლო დისტანციაში გაცვლებზე რა. კარგი სერია ქირიასგან 1-2 დარტყმა გაუტარა ბულიას, მაგრამ დაიღალნენ მებრძოლები. თითქოს შეიძლება ბულიას დაჩეკვის დროს ფეხი შეიძლება დაუზიანდა. მაგას ვფიქრობ. არა, რადგან შეამცირა დარტყმები ის ფეხში. ეგ დაჩეკვა მინდა გითხრათ რომ საკმაოდ აზიანებს ფეხსაც. წვივი როდესაც მუხლი ძვალს ქვედა აი წარე არის ავისავად 10 წამი და დასრულდა მეორე რაუნდის თითქოს ბოლოს გამოიკვეთა მცირე უპირატესობა ქირიასგან აი გაცვლებში მაგრამ ნახოთ დახლილია აი ოს ეთყობა და ყვა ქირიასთან შედარებით, მაგრამ არანაკლები დაღლილი არის ქირიას. ბულიამ ჩემი აზრით გეგმა უნდა შეცვალოს, ეხა ხელებით უნდა დაიწყოს და ფეხით უნდა დაამთავროს, ხოლო ქირია ხელით მიყვება ნორმალურად, უბრალოდ ფეხი უნდა დაამატოს ქულების ხევ. უნდა აღიდგინოს ახლა ორივე მებრძოლმა. ისმენენ მებრძოლები კუთხით შევა. საკმაოდ დაწაგული ბრძოლა მიმდინარეობს.
ვიწყებთ მესამე რაუნდს, მეგობრებო. აბა ვნახოთ აქ ვინ როგორ გაითვალისწინებს კუთხის რჩევას, ვინ უკეთესი მომზადება გაიარა და ვინ უფრო ძლიერი არის მენტალურად. ხო ასე ალევ. რა თქმა უნდა, ეგ გადაწყვეტს ამ რაუნდს და საერთოდ ზოგადად ბრძოლასაც. უსემატკივრები ორივე მებრძოლს ყავს და აი აქ გააქტიურდა უფრო ქირიას უფრო აგრესიულად უტევს. ეთყობა ბულიას ცოტა იმაზე მეტად დაღლილობა ვიდრე ახლა ქირია არის. ესაუს ეხა ქირია. უნდა გააქტიურდეს ახლა ბულია. სერიებით უნდა იმუშაოს, ჩემი აზრით სერიებს არ აკეთებს. 1-2 დარტყმა და კლინჩზე მიდის. კაი პრესინგი ახლა ქირიასგან. ეს ლოუ-ქები უფრო მეტი უნდა გამოიყენოს ბულიამ. თავის დაცვასაც უნდა მიხედოს. თითქოს ქირიამ თავისი სტრატეგია იპოვა. აი შევა ერთ სამი დარტყმი და მერე კლინჩზე მიდიან. იგრძნო თავისი უპირატესობა რაშიც მდგომარეობს და აი ნახეთ დაარტყამს კლინჩში შედის. დაიღავა ნიკო აშკარა დაიღავა ბულია. ხა უნდა ჩადო ყველაფერი ეხლა. არა, ძალიან დაიღავა ხა. საკმაოდ აღილად ბულია იბასთან შედარებით ვიდრე ქირია არის. ქირია კიდე იყენებს ამას თავის სასარგებლოდ, რამდენიმე დარტყმას გაუტარა. აი კაი ლოუ კიკი. ეს კიკები სჭირდება და შეიძლება მომენტალურად ისე დაუზიანოს ფეხი, რომ გააჩეროს აჯვას. თუმცა საკმაოდ მცირედ რო არის დარჩენილი ბექა და წურება. საჯისგან ითხოვს თითქოს დროს რომ აგიგინოს აი იყო კარგი მარცხენაში მოხვედრა და აქ გამოიყენებს თავის უპირატესობას ქირია თითქოს აუს არა რაღაც არის რინგზე გაუკვლობა არის და ამას იყენებს ქირია სასარგებლოდ, რადგან ეს ყველაფერი დამოკიდებული არის საჯისერია გაუტარა აღაჩერებს და აქ ჭირდება უფრო მეტი ყურადღება ბულიას. ბოლო 10 წამი. კარგი გაცვლა ახლა ბულიასგან. და აი აქ უნდა მიაყოლოს. ბოლო დასასრული კარგი იყო, თუმცა რამდენად ეყოფა ბულიას ეს პერი მოსაგებად ან რაუნდის დასაღებად არ ვიცი. არის ჩემი აზრით. მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი ბრძოლა იყო. დიდი წონა გვიჭერს დაღლილობა შეეწყო შესაბამისად დარტყმის ტონაჟისგან გამომდინარე. ნახოთ როგორი შედეგი დასრულდება, მომდენებს არ გადავწყვეტ. აპლოდისმენტების კუხილი თქო დაუთმოთ ამ ორ მებრძოლს. მებრძოლებს თქოთ მობრძანდეთ საჭთ მაშასე მეგობრებო ან ძალიან დაძაბულობთ ამ ბრძოლაში რომელშიც ბიჭებმა თავი 200% დაიხარჯეს გამარჯვებულია ნიკა ქირია ნამდვილად დამსახურებული გამარჯვება და წარმატება უსურვოთ ბულიას
აუღნიშნოთ მეკა რომ ნიკა ქირიასგან რევანში აღებული ნიკა არის ბულია მინდა გთხოვოთ რომ აპლოდისმენტები გავაცილოთ ვინაიდან ძალიან მაგარი ბრძოლა გვაჩვენა ხოლო რაც შეეხება ნიკა ქირიას მან დღეს მე მგონი თავზე მაღლა ახტა ისეთი ბრძოლა გვაჩვენა არა მარტო მეთოკეს არა მარტო ბულიას არამედ თავის თავსაც კი აჯობა ნიკა მოგვიყევი ამ განსაცდელზე რაც შენ დღეს გაიარე და რა მოგცა ეს ძალა რომელმაც რავი აი მე პირადად განსუფრებული დამტოვა არ მეგონა ამ ტემპში 3 რაუნდის წაყვანა თუ შეიძლებოდა პირველ რიგში ყოველს მოგესალმებით მადლობა მოგზაურებისთვის დავით ძალიან დიდი შრომა გავიარე ამ ყველაფრისთვის დღეს რევანში იყო მე შევძელი და გავიმარჯვე ისის დამსახურება ჩემი მწვრთნელის ლევანი ჯაბუა მადლობას უხდიმას ამ ყველაფრისთვის მან ძალიან დიდი შრომა ჩადო ჩემში და მე ეს დაუფასე მადლობა მას თქვენ ამისთვის და ეთყობოდა რომ კარგად იყო მომზადებული მე ახავარ და ლუბოი გამოწვევას მივიღებ მადლობა თქვენ მადლობა დავით ქირიას რომ ასეთი შანსი მომცა რომ გამოვსულიყავი და ჩემი თავი წამომეჩინა მადლობა მას ამისთვის მადლობა შენ ნიკა ამ სანახაობისთვის რა დღეს დაგვიდე ნიკა ქირია მეგობრებო აპლოდისმენტები დაისახურა ამ მეთქმა